ავატარი გამოსვლის მომენტიდან ითვლებოდა ესკაპიზმის სინონიმად და ნამდვილი კინოს სიკვდილად. ამ ხრივ სახასიათოა, რომ 2010 წლის ოსკარზე კემერონის ბლოკბასტერს კრიტიკოსებმა ამჯობინეს კეითრინ ბიგელოუს დრამა ომსა და პოსტტრავმატულ სინდრომებზე, „ქარიშხლის მბრძანებელი“, რომელიც გადაღებულია ნახევრად დოკუმენტურ სტილში. დღეისათვის ბრალდება, რომ ავატარი უსულო ატრაქციონია, რომელიც მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკით არის საინტერესო, ცოტა უსამართლოა. კინემატოგრაფიის ესკაპიზმური ფუნქცია მისი დასამაბიდან მნიშვნელოვანია. კინემატოგრაფები ყოველთვის იყენებდნენ განსხვავებულ ტექნიკურ ინოვაციებს, რათა მაყურებლები კინოთეატრებში მიიყვანათ. ოდესღაც მსგავსი სიახლე თავად კინოთეატრიც იყო. ფერადი გამოსახულება და ფართოეკრანიანი ფორმატი, ხმა და რთული ილეთები, სპეცეფექტები. ყველა ეპოქას თავისი ავატარი ჰქონდა. ჯეიმს კემერონის პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მუზარმაზარ ბიუჯეტთან ერთად და ნოვატორულ გრაფიკასთან ერთად, ეს პირველ რიგში ძალიან პირადული და საავტორო ფილმია, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს მისი შემქმნელის ობსესიები. ლურჯი ფერის მიმართ სიყვარულიდან დაწყებული, რომელიც კემერონის ყველა შემოქმედებაში გვხვდება, ღრმაწყლოვანი ფლორა და ფაუნამდე, საიდანაც რეჟისორმა აიღო პანდორას მაცხოვრულების იდეა და რა თქმა უნდა ეკოლოგიური საკითხები. მაგალითად ამაში მდგომარეობს ავატარი